რუსთავში გახშირებული ქურდობები და ობიექტები, რომლებზეც თითქმის ყოველდღიურად ხდება თავდასხმა. აღსანიშნავია ის ფინანსური ზარალი, რომელიც მნიშვნელოვან დარტყმას აყენებს სხვადასხვა დაწესებულებების მფლობელებს. TV4 დაინტერესდა, რას ფიქრობენ ქალაქის მცხოვრებლები კრიმინალთან დაკავშირებულ ვითარებაზე. მოქალაქეების გამოკითხვის დროს სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე ერთ-ერთ ტექნიკის მაღაზიაში პირი შევიდა და მობილური ტელეფონი მოიპარა. როგორც ჩვენს ობიექტივთან საუბარში მაღაზიის გამყიდველი აღნიშნავს, ეს შემთხვევა კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ქურდობის შემთხვევა მკვეთრად გაზრდილია. რამდენიმე წუთის წინ, ცოტა ისე დადიოდა რა, ნასვამი კაცი იყო რაღაცა და ჩემი თხოვნა არის, რომ ცოტა უნდა გამკაცრდეს ეს წესები და ის და ამაზე მთავრობამაც უნდა იზრუნოს თვითონ. მთავარია, რომ უფრო გაზრდილი არის რაღაცა და ადრე რაღაც არ მგონია ესე მასშტაბურად და ხშირად ხდებოდეს. ხალხს შიშიც უნდა კონდეს იმის, რომ სათანადოდ დაისჯებიან. TV4-ის ობიექტივთან რუსთავის მცხოვრებლები აღნიშნავენ, რომ ქალაქში თავს უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. მკვეთრად მოიმატა კრიმინალმა, ხშირად ხდება ავტომობილებიდან ნივთების მოპარვა, მაღაზიებში შეჭრა, თანხის მოპარვა, პროდუქციის ქურდობა. გაზრდილი არის, ანუ ეშინიათ უკვე ქუჩაში მანქანის, ეზოში მანქანის დაყენება და ასე ბინებიც წყდება, კი. ნამდვილად გაზრდილია. უსაფრთხოთაც აღარ ვგრძნობთ თავს. მუშა, რომელიც მუშაობდა ასუფთავებდნენ ბაღს, პიჯაკი გაიხადა და დადო, მუშაობდა, მობრუნდა და აღარ იყო. საბუთები, გასაღებები ყველაფერი დაკარგა. როგორ არ არის გაზრდილი შვილი, აბა არ არის, აბა ტელევიზია რასაც ხადებს აბა სულ. ხალხი უკვე შიშით დადის. საღამოს განსაკუთრებით გარეთ გამოსვლა ნუ ვერიდები შვილო, იმიტომ რომ ყოველ წუთში აცხადებენ ეს მოხდა, ეს მოხდა, ეს მოხდა. ნუ რა თქმა უნდა, უსაფრთხოდ არა ვართ დაცულები. არა ვართ კმაყოფილები. არც ერთ შემთხვევაში. ასეთი საქართველოს არ ახსოვს. ბოლომდე აღარ მიწმა. რა თქმა უნდა გაზრდილია. ისე არ ჩართავ ტელევიზორს, იქ მოკლეს, აქ მოკლეს, ის ჩამოყრდეს. მე მგონია გაზრდილია. არის, მე მგონი გაზრდილია, კი. კი, გაზრდილია. ოპოზიციური სპექტრი ფიქრობს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პერიოდში კრიმინალი წახალისებულია. მათი თქმით, ქვეყანაში არსებობს დაუსჯელობის სინდრომი. გარდა პოლიტიკური ფაქტორისა, ოპოზიცია არსებულ ვითარებას ურთულეს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას უკავშირებს. ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა არა მხოლოდ რუსთავში, საქართველოს მასშტაბით გაზრდილი კრიმინალით. ეს გამოწვეულია ქართული ოცნების გაუაზრებელი პოლიტიკით, გაუაზრებელი პოლიტიკა ქვია იმ გაუაზრებელ ამინისტიას, რომელიც როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა, სრულიად დაუფიქრებლად და საშიში დამნაშავეები გამოუშვა ციხიდან ეგერთი და მეორე ძალიან მძიმე სოციალური ფონით, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ქართული ოცნების გაუაზრებელ ეკონომიკურ პოლიტიკასთან. აშკარად მომატებული არის დანაშაულის რაოდენობა. ეს ეხება ყველა ტიპის დანაშაულს, ეს ეხება წვრილმად დანაშაულსაც, წვრილმად დანაშაულს, ესეთ როგორც არის თქვა ქურდობები, ასევე გახშირებულია მანქანებიდან ძარცვა რაღაც მანქანის ნაწილების, ეს კარგახნის დავიწყებული ქონდა მოსახლეობა. მრავალმხრივი მიზეზი არსებობს ამის და ერთ-ერთი ძირითადი არის ეკონომიკური მდგომარეობა, რაც ქვეყანაშია, დაბალი ეკონომიკური აქტივობა. მედიის წარმომადგენლების თვალწინ ჩადენილი ქურდობის ფაქტი ქალაქში არსებულ კრიტიკულ ვითარებას ნათლად ასახავს. აგრეთვე შეგახსენებთ, რომ გუშინ სასურსათო მაღაზიაში თავდასხმის ფაქტი მოხდა, რომლის დროსაც მაღაზიის მეპატრონემ თავის არეში რამდენიმე ჭრილობა მიიღო.